ძალიან კარგია რომ ნიკა გვარამიამ მათ შორის ნიკა გვარამიამ სხვებსაც გაუკეთებიათ ეს მაგრამ მათ შორის ნიკა გვარამიამ დაიწყო ღია მსჯელობა თემაზე როგორ უნდა დაუბრუნდეს აფხაზეთი ასე რომ ვამბობთ ხოლმე დედა სამშობლოს ანუ როგორ უნდა დარეგულირდეს კონფლიქტი მე ნიკა გვარამიას კრიტიკით ახლა არ დავკავდები მიუხედავად იმისა რომ ჩემი ცალკეული შენიშვნები მაქვს მის ამ მოსაზრებებთან დაკავშირებით მაგალითად ერთ-ერთს ვიტყვი ჩემი მოსაზრებით ნიკოლ ფაშინიანის მაგალითი საერთოდ არ იყო მოსაყარი დასასახელებელი მათ შორის იმიტომაც რომ ქოც პროპაგანდა დამარცხებულ ბჭყალებს თუ ბჭყალებოდ დამარცხებული ნიკოლ ფაშინიანის გზის გამეორების მცდელობას მიედავებოდა ნიკა გვარამიას აქედან გამომდინარე მე საერთოდ არ ვისაუბრებ ნიკოლ ფაშინიანის გზას სომხეთის გზას რომელიც დამარცხდა თუ გულახდილები ვიქნებით ოღონდ რომ დამარცხდა ეს კარგია აქვე ვთქვათ ან თუ ვისაუბრებდი კიდევ უფრო წვრილად ან კიდევ უფრო ისე რომ ქოც პროპაგანდას ეს ყველაფერი არ გამოიყენებინა მაგრამ აქ იგითხარით მე ნიკა გვარამიას კრიტიკით ახლა არ დავკავდები კარგია თავად რომ არის მცდელობა ამგვარ საკითხებზე დისკუსიის დაწყებისა მივესალმოთ ამ თვალსაზრისით არ არის ნიკა გვარამია პირველი და დარწმუნებული ვარ არ არის ბოლო თუ უკანასკნელი სხვებიც კარგი იქნება თუ ახვევიან გვარამიას თუ სხვებს ვინც დაიწყო პირველ მოწამეებს ხო პირველ მოციქულებს ამ თემაზე დისკუსია გაიხსნება და ვიმსჯელებთ მაინც მსჯელობა ჩვენ ზოგადად გვაკლია და აი ამ მსჯელობაში ხო ჭეშმარიტებამდე ვერ მივალთ მაგრამ იქნება და უკეთესი აზრიც გამოიკვეთოს მე ჩემს მოსაზრებას მოგახსენებთ ავყევი რა ნიკა გვარამიას მოდი ასე ვიტყვი თუმცა მანამდეც ვისაუბრე ამ თემაზე როგორ უნდა დარეგულირდეს კონფლიქტი აფხაზეთში საქართველო და პირველ ყოვლისა უნდა ვთქვათ რამდენიმე უმნიშვნელოვანესი დებულება პირველი კონფლიქტი აფხაზეთში საქართველოს ასე ჰქვია უბრალოდ აქედან გამომდინარე ვიმეორებ ამ ტერმინს სახელწოდებას კონფლიქტი აფხაზეთში საქართველოს არ არის კონფლიქტი აფხაზეთში საქართველოს ეს არის სახელმწიფოთა შორისი კონფლიქტი დაწყებული ჯერ კიდევ 90-იანი წლების დასაწყისში 92 წელს თუმცა მანამდე წინაპირობები არსებობდა კონფლიქტი დაიწყო რუსეთმა კონფლიქტში რუსეთმა გამოიყენა აფხაზური სეპარატისტული ძალები რომლებმაც თავის მხრივ გამოიყენეს ან ისარგებლეს თუ გდებავთ ასე ვიტყვი იმჟამინდელი 92 წელს არსებული სახელმწიფო საბჭოს ცალკეული წევრების და უფრო კიტოვანის თუმცა მე მაინც იმ მოსაზრებას ვემხრობი რომ მხოლოდ კიტოვანი არ არის დამნაშავე იმ ამბავში რაც 92 წლის აგვისტოში მოხდა მაგრამ ესე ვთქვათ უფრო კიტოვანის და სხების შეცდომებით და ვინცის და შეგდებულად დაშვებული შეცდომებითაც შევარდნაძე სხვა ვერსია აქვს ამასთან დაკავშირებით ჯაბაიოსელიან სხვა ვერსია ჰქონდა კიტოვანს სხვა ვერსია ჰქონდა და ყაყარაშვილს სხვა ვერსია ბევრს და ბევრს იმ მომის მონაწილეებს სხვადასხვა ვერსია ჰქონდა ფაქტია რომ სარკინიგზო კვანძის და სარკინიგზო იმ მონაკვეთის დაცვა რომელიც ალბათ გარდაუვალი იყო გარდაუვლა აუცილებელი იყო სხვაგვარადაც შეიძლებოდა რომ მოხდარიყო იქ იძარცვებოდა მართლა რკინიგზის ეშელონები და ვისვის და გონიერ და ჭკვიან ედუარდ შევარდნაძეს ეს ყველაფერი ომში რომ გადაიზრდებოდა უნდა გაეთვალა და თენგიზ კიტოვანს ის არ უნდა თენგიზ კიტოვანისთვის არ უნდა გამოეცხადებინა ნდობა თენგიზ კიტოვანს რომ შეხედავდი მეორე დღეს ის უნდა გაგეგდო თავდაცვის მინისტრი იყო რომ შეხედავდი რომ მოусმენდი ის უნდა გაგეგდო მინისტრთა კაბინეტიდან თუ თანამდებობიდან და მით უფრო არ უნდა გამოგეცხადებინა მისთვის ნდობა ამგვარი სერიოზული ოპერაციის ჩატარებაში როცა იცოდი და შვინმინდა შევარდნაძე ვიცოდა რომ რუსეთი ამზადებდა მზაკრულ გეგმებს აქედან გამომდინარე ახლა ხელთათმანიანობა ამბროსევიჩისა უბრალოდ ახლა რა კარგახლის წინ თქვა აღარ არის ცოცხალი ედუარდ შევარდნაძე ხელთათმანიანად გამოყვანა რომ აი ედუარდ შევარდნაძე არაფერ შუაში არ იყო და ოდენ კიტოვანის ბრალია ჩემი მოსაზრებით არასწორი ეს თუ საწყისზე ვისაუბრებთ კონფლიქტისა სხვა შეცდომების დაუშვიდან არა მთელი ამ კონფლიქტის განმავლობაში მათ შორის საომარი მოქმედებების დროს 2008 წელს მე შეგდებულად არ ვახსენებ 2008 წელს აფხაზეთის მიმართულებით არც არაფერი არ ხდებოდა რეალურად აფხაზეთის მიმართულებით კი არა ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის
მიმართულებით დაიწყო, თუმცა აფხაზეთში იყო დაგეგმილი სიმართლე გითხრათ რუსეთის პროვოკაცია, რუსების პროვოკაცია და ბოლო მომენტში ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციითაც და ანალიზითაც შეიცვალა ვითარება და ნაცვლად აფხაზეთისა პროვოკაცია დაგვიგეგმეს სწორედ სომცხირვალის რეგიონში. სხვათა შორის ეხლა როგორც შეიძლება აქო ბაღაფში ყოფილი ლიდერი აღარ არის ცოცხალი არც ეს კაცი აფხაზეთის ყოფილი ლიდერი, მაგრამ ერთ-ერთი საფუძველი ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით იყო ისიც, რომ ბაღაფშმა ვერ მიიღო და არ მიიღო გადაწყვეტილება ქართველების წინააღმდეგ, საქართველოს წინააღმდეგ გარკვეული პროვოკაციების მოწყობისა, ანუ რუსეთს ბოლომდე არ დაუჯერა, ბოლომდე არ წახვა და აკი ამიტომაც რუსებმა ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით და ანალიზით გეგმა A აფხაზეთის მიმართულებით საქართველოს პროვოცირება შეცვალეს გეგმა B-ი სამხრეთ ოსეთის მიმართულებით საქართველოს პროვოცირების გეგმით. მაგრამ ეს ისტორიაა, ახლა ამაზე არ ვსჯელობთ, რომ მნიშვნელოვანი გვაქვს სათქმელი. როგორ უნდა დარეგულირდეს კონფლიქტი აფხაზეთში? ეს არის სახელმწიფოთა შორისი კონფლიქტი. სამწუხაროა, რომ 2008 წლის ინტერვენცია ოკუპაციამდე სახელმწიფოთა შორისი კონფლიქტი ამას არ ეწოდებოდა. ეს არის ცუდი, მათ შორისაც მიშა სააკაშვილის დროს. და ყველას ცდილობდა, რომ დაეყვანა ეს კონფლიქტი ეთნოკონფლიქტამდე. განა ეთნო შემადგენელი ამ კონფლიქტში არ არის, მაგრამ ეთნიკური უმცირესობა საქართველოში არსებული და აფხაზეთში ეთნიკური უმცირესობა იყო, თუმცა ავტოქტონიერია აფხაზები აფხაზეთში. ეთნიკური უმცირესობის ნაწილი, მოდი ასე ვიტყვი, პოლიტიკური ხელმძღვანელი სეპარატისტები რუსეთმა გამოიყენა, ვიტყვი ასე, და გადაზარდა ეს ვითომდა ეთნიკურ კონფლიქტში, რეალურად კი სახელმწიფოთა შორისი კონფლიქტი იყო, იმიტომ რომ 91 წლის მიწურულიდან, დეკემბრის მიწურულიდან, 92 წლის დასაწყისიდან რუსეთი ცდილობდა საქართველოს როგორც სახელმწიფოს დასჯას იმ ქვეყნისა, იმ სახელმწიფოსი, რომელმაც თავის მხრივ ხელუკუღმა აულაწუნა რუსეთს და ერთ-ერთი პირველი თუ პირველი არა, საერთოდ იყო მათ შორის, ვინც დატოვა საბჭოთა კავშირი. ანუ საქართველო და ქართველი ერის ბრძოლა თავისუფლებისათვის იყო რუსეთისათვის იმდენად მიუღებელიც არა ზუსტი სიტყვაა, იმდენად შემაძრწუნებელი და იმდენად ცუდადახკმული, რომ რუსეთმა გადაწყვიტა ყველას, მაგრამ განსაკუთრებით ქართველების დასჯა და კი ამიტომაც გვაქვს ეგრეთ წოდებული ორი კონფლიქტი ჩვენ, ორი ეთნიკური კონფლიქტი, როცა სხვებს არ აქვს. აი, ვისაც ხონჩით მიართვეს დამოუკიდებლობა, მათ კონფლიქტები პრაქტიკულად არ აქვს, თუმცა არის რაღაც გარკვეული ეთნიკური დაპირისპირებები, რომლებშიც რუსეთის წერება პრაქტიკულად ყველა მაგალითად ცენტრალური აზიის სახელმწიფოში. მაგრამ აი საქართველოზე მეტად რუსეთი არც არავის დაუჭია ყოველ შემთხვევაში 2022 წლამდე, ანუ უკრაინას ხოშჯის გაცილებით უარესად და გაცილებით მძიმედ, ვიდრე დასაჯა საქართველოს 90-იანებში, ან 2008 წელს და დასაჯა აგრეთვე რასაკვირველია, რომ არ გაგრძელოთ, შეიძლება ჩეჩენი ხალხი 200-250, ვინიცის და 300-1000 კაცის კი დუდაევის თუ მასხადოვის მომხრე, იჩქერიის მომხრე არის ამოხოცილი 90-იან წლებში, პირველ და მეორე ომის დროს 2000-იანი წლების დასაწყისამდე და აი ვიდრე კადიროვი არ გამაგრდა, ჩამაგრდა და ჩაალპება მალე ამ ჩეჩნეთში მანამდე, ანუ ვიდრე კადიროვმა მოღალატე მამის თავკაცობით, რასაკვირველია მოღალატე მამამ პირველ ყოვლისა, დუდაევის მოღალატე მამამ არ მოიგდო ჩეჩნეთის რესპუბლიკა ხელში და მერე იქ რაც ხდება აღარ გულაპარაკობთ ეხლა ამ თემაზე. კარგი, ესე იგი ისევ და ისევ ლაპარაკობთ იმაზე, რომ ეს არის სახელმწიფოთა შორისი კონფლიქტი. მეორე და ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტი არის ჩვენ არ გვჭირდება ოდენ ტერიტორიები. ეს ხაზგასმით უნდა ვთქვათ, ტერიტორიები ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ტერიტორიები, რომლებშიც ნაღმი იქნება ჩადებული, არ გვჭირდება. ნაღმი რუსეთის მიერ ჩადებული, დატოვებული თუ გდებავთ ასე, ან თუ გდებათ ავტონომიურად არსებული ნაღმი ყოველგვარი რუსეთის გარეშე. ანუ აფხაზებმა უნდა გაიგთავს კი არა მოვახლიოთ მშვიდობა, ან იზოლებით მშვიდობა, ან მოვიმით უფრო, ხო? არამედ ერთიანი სახელმწიფო. არამედ უნდა ავუხსნათ, რომ ერთიანი სახელმწიფოა გამოსავალი მათთვისაც, ერთიანი გამოსავალი ჩვენთვისაც. ჩვენ ვერ გადაგვიტანენ გულ გამოხმა საქართველოს, ჩვენ ყოველთვის მეზობლებად დავრჩებით და ვიდრე მეზობლები ვართ, შესაბამისად თუ კონფლიქტი არ იქნება დარეგულირებული და ერთიან სახელმწიფოში არ ვიცხოვრებთ, ეს კონფლიქტი იქნება იარსებებს სულ, რუსეთი იარსებებს თუ არა, ამისგან დამოუკიდებლად. მესამე თეზა არის
ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ჩემი მოსაზრებით. მესამე თეზა არის, რომ აფხაზეთს განსაკუთრებით რასაკვირველია და არა ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთს, იმიტომ რომ სამხრეთ ოსეთში მაინც ავტოქტონი ერი არ ცხოვრობს, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა არ აქცევენ ყურადღებას, მაგრამ მაინც აფხაზეთს მიეცემა ფართო ავტონომია ფედერაციულ საქართველოში. ანუ ფართო ავტონომია გულისხმობს გაცილებით დიდ ავტონომიას, ვიდრე აჭარას აქვს თუ ექნება, ან ჰქონდა აქვს თუ ექნება და არა მხოლოდ კულტურულს, არამედ განსაკუთრებულ ეკონომიკურ პირობებს, განსაკუთრებული ბიზნესის, განსაკუთრებულად წარმოების შესაძლებლობას. საერთაშორისო კავშირებსაც კულტურულ, ეკონომიკურ და ასე შემდეგ ადგილო აი გაგრა დაიტოვებს საკუთარ შემოსავლებს და საკუთარ თავადვე განსაზღვრავს რა უნდა გააკეთოს. იქ იქნება ბევრი არჩევითი თანამდებობა, სწორედაც რომ არჩევითი ისე როგორც მთელ საქართველოში პოლიციის უფროსების დონეზეც და ასე შემდეგ ეს ჩემი ხედვა კვლავ იმეორფერად სახელმწიფო პოლიტიკა არ არის ეს მოკლედ ფედერაციის სუბიექტი იქნება კიდევ უფრო გამორჩეული უფლებებით ერთი უფლების გარეშე. ეს უნდა ვთქვათ, ეს უფლება არის დატოვების ქვეყნის დატოვების უფლების გარეშე. ოღონდ აფხაზები თავად უნდა მივიდნენ აქამდე და ამ შემთხვევაში, ან იმ შემთხვევაში მივლენ თუ რამდენიმე ამბის თანხმედრა მოხდება. პირველი, თავად მიხვდებიან, რომ რუსეთი გაცილებით დიდი მტერია, რომელიც მის ოკუპაციას, ანექსიას ლამობს, ადრე იქნება თუ გვიან, თუ გადარჩენ რასაკვირველია ხა უკრაინასთან ომში. ან რომს გადარჩეს დამარცხეს უკრაინასთან და გადარჩეს გარკვეული ფორმით, რუსეთი პაბედანოსნაია ვაინას საქართველოს წინააღმდეგ აწარმოებს აფხაზეთში და ჯინაზე თითქოს წაღლეთს წაართმევს საქართველოს ანექსიის სახით. აფხაზეთსაც აფხაზები წინააღმდეგობას ვერ გაუწევენ. ეს უნდა თქვათ ხაზგასმით, რომ არც ერთი პირი კარგი თუ ცუდი, უკეთესი თუ უფრო კარგად მეტყველი, მჭერმეტყველი, ხო ვითომ დამოუკიდებლობაზე ორიენტირებული, რეალურად არც არაფერს წარმოადგენს აფხაზეთის ტერიტორიაზე. იქ რუსები იყვნენ, იქ რუსები არიან და იქ რუსებს უნდათ ყოფნა. რუსული სამხედრო ბაზები აფხაზებისთვისაც საოკუპაციო ძალებად უნდა იქცეს, რომლებიც არ აძლევენ მას განვითარების შესაძლებლობას. აფხაზებმა უნდა გაიგონ, რომ ევროკავშირში ან ზოგადად ევროპაში მოქცეული სახელმწიფო საქართველოში თუ იქნებიან, ეს მათი განვითარების საფუძველი იქნება. ასეთი უამრავი სახელმწიფოა, რომელიც ცალკეულ ერებს, ან ცალკეულ მოქალაქეებს, ცალკეულ საზოგადოებებს აქვს წველი სურვილი, რომ დატოვონ ის ტერიტორია კატალონიელებს, მაგრამ კატალონიელების ნაწილს, ბასკების ნაწილს, შოტლანდიელების ნაწილს, ასე მაგალითად. საკვირველია სურთ, რომ დატოვონ რაღაც შოტლანდიისა, დიდი ბრიტანეთი, მაგრამ ვერ ტოვებენ და სამაგიეროდ ყოფითი სიამეები, ან ესე ვიტყვი, ყოფითი მნიშვნელოვანი სიკეთეები გადასწონის ხოლმე ცალკეულ იმ შემთხვევებში, როდესაც მაინც და მაინც რაღაც აქტუალური ხდება ბასკეთის, შოტლანდიის თუ ავის ირლანდიის თუ უელსის, ჩრდილოეთ ირლანდიის თუ უელსის გასვლა ბრიტანეთის სივრციდან. ხო, გადასწონის ხოლმე და აღარ იღებენ ამ გადაწყვეტილებას. იგივე შეიძლება ითქვას ისედაც სხვა ვითარებაა, მაგრამ მაინც შვეიცარიაზე, რომელიც ავტონომიების ქვეყანაა და ეგრა მაგის პასუხია, რაღაცა ავტონომიების შევეხეთ, შეუძლიათ ატარონ რეფერენდუმი ნებისმიერ წვრილ და ნებისმიერ სრულსაკითხზე უშუალოდ აფხაზეთში, ოღონდ ესეც მნიშვნელოვანია, რომ ატარონ რეფერენდუმი ადამიანებმა, რომლებიც იქ სახლობდნენ და სახლობენ. ხო, ანუ ადამიანებმა, რომლებიც დაბრუნდებიან აფხაზეთში, ჩვენ ვიცით, რომ 300, 320, 350, თუნდაც 250,000 არის გამოდევნილი აფხაზეთიდან ამ წლების წინ დაახლოებით 40 წელია არც კი, მაგრამ გასული ეს ძალიან დიდი დროა პრინციპში. მე აქვე გეტყვით თლად გულახდილობისათვის, რომ ამ 23 წლის წინ გამოდევნილი მოსახლეობის მნიშვნელოვანმა ნაწილმა, განსაკუთრებით შემდგომმა თაობებმა შეიძლება აღარ ისურვონ დაბრუნება აფხაზეთში, თუმცა ქონების საკითხი, ხო? ქონება აფხაზეთში რასაკვირველია მოუნდებათ, იმიტომ რომ ის მათი ქონება იყო. ამიტომ ეს სხვადასხვა ძალიან საინტერესოა უკრაინის კონტექსტში, როცა რუსეთი დაიწყებს რეპარაციების გადახდას ან დაავალდებულებით რეპარაციებისა და კომპენსაციების გადახდას, ჩვენს როგორღაც თუნდაც სიტყვა შესაძლოა, მაგრამ მაინც უნდა მივეტენოთ. ანუ ჩვენ პატარა ამ დიდი ტორტის რუსეთი რო გადაიხდის დაავალდებულებას რეპარაციების გადახდას, იმ ტორტის ერთი ნაჭერი მაინც უნდა წამოვიღოთ და დავუსაბუთოთ დასავლურ საზოგადოებას 90-იანებში 2000 წლებში ჩვენ პირველები ვიყავით, ვისაც რუსეთმა წინააღმდეგობა გაუწიერა კი არა, ვინც რუსეთმა დაამარცხა და
ჩვენ სტოლვილს იმ ადამიანს გალიდან, სოხუმიდან, გალის ფოტოშორის ძალიან საინტერესო თემაა, ეხლა ვეღარ მოვასწრებ, იქ არის პრაქტიკულად აპარტეიდული რეჟიმი და ასე შემდეგ, გაგრიდან, ბიჭვინთიდან, რა ვიცი, გუდაუთიდან, ოჩამჩირედან, გალიდან, სოხუმიდან, ხო, რასაკვირველია, ხო? ამათაც ეკუთვნის სახლები, უმეტესად განადგურებული, კომპენსაცია, რეპარაცია, დაბრუნების უფლება და ასე შემდეგ. შეიძლება თბილისში დასახლებული რომელიმე აფხაზი ლტოლვილი აღარ ბრუნდება ახლა მაინც და მაინც აფხაზეთში აღარ მოუნდეს ხვალ, მაგრამ ქონება კი უნდა ჰქონდეს და მშვიდობიანი ცხოვრების უფლება და შესაძლებლობა. მშვიდობიანი ცხოვრება კი დეოკუპაციის გარეშე არ გამოვა. ანუ დეოკუპირებული უნდა იყოს მთელი საქართველო, ქართულგვარიანი რუსები არიან გასაგდებები პირველ ყოვლისა, ანუ ოკუპანტები, სხვები, ასევე უნდა იყვნენ ასევე უნდა იყოს დეოკუპირებული რასაკვირველია ცხინვალის რეგიონი. ოკუპაციის პირობებში შეუძლებელია, აი მოიხსნას რუსული პრობლემა, რუსული სამხედრო ბაზების პრობლემა. მართლა თავისუფლად იგრძნონ და რაციონალური გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა ჰქონდეთ აფხაზებს და ისინი ვინ იცის და ხვალზე განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობა, ანუ არა ნაომარი მაინც და მაინც არამედ ახალგაზრდა თაობა იქნება თავისითაც მოტრიალდეს. მაგრამ კიდევ ერთხელ ვთქვათ, რომ აფხაზების გარეშე არ გვჭირდება, მაგრამ აქ კიდევ ერთ მნიშვნელოვან თეზას გახსენებთ ჩემსას, სიგიჟეა და სისულელეა მათთვის ძმებისა და დების წოდება ახლა ყოველ შემთხვევაში. მათ ჩვენთან ძმობა და დობა არ უნდათ, დედმამიშვილობა არ უნდათ. თუ მაინც და მაინც მათგან ცოტას, ხო, არა უმრავლესობას, ისიც ხაზგასმით ვამბობ ამას, ხო, უნდა დობა თუ ძმობა ჩვენთან იმ შემთხვევაში, თუ ჩვენც და ისინიც საერთოდ მშობლად ვაღიარებთ რუსეთს. ამიტომ ეს რაღაცა ჩვენი აფხაზი ძმები და ჩვენი ოსი ძმები და ასე შემდეგ სრული სიყალბეა, ძმები ერთმანეთსკენ მოძრაობენ და მიზიდულობა ხდება ძმებს შორის, ხო, საერთო მშობელი ვისაც ყავს მით უმეტეს და საერთო მშობელი ჩვენ ვერ გვეყოლება რუსეთის სახით ვერც ერთ შემთხვევაში, ხოლო თუ მაინც და მაინც მშობელი, ამდენად სწორი სიტყვა არ ვიცი, თუ მაინც და მაინც თანასწორი ძმა გვინდა რომ ყავდეს, ეს თანასწორი ძმა უნდა იყოს მათი მტერი, აფხაზეთის მტერი და ოსეთის მტერი, ევროპისაგან განსხვავებული სახელმწიფო რუსეთი. ისინი მიიჩნევენ, რომ ევროპა ახლა მტერი და მათ უნდა ყავდეთ უფროსი ძმა ევროპის სახით და მტერი უნდა იყოს რუსეთი, ეს აღქმა მათთან უნდა ჩამოყალიბდეს. როგორ ჩამოყალიბდება? განსხვავებული მოსაზრებები არსებობს, სასაკვირველია. მე არ უარყოფდი, გულახდილად გეტყვით, ძალისმიერ გზას სწორი კონოტაციის შემთხვევაში, ანუ კი არ ვიმეორებთ კიტოვანის დანაშაულებს, ადიოს ელიანის, ან შევარდაძის, ან ასე შემდეგ, არამედ ჩვენი შეერაღებული ძალები, რომელსაც ასუსტებს ბიზნა ივანიშვილი, ხო, ან სპეცრაზმი, რომელიც გამოდის რაღაც 2 წელიწადში თუ გადახევაში ერთხელ და ხალხს იმას ქიმიური იარაღს უშვერს, ეს სპეცრაზმი და შეერაღებული ძალები შედიან სოხუმში, აფხაზეთში ზოგადად და ამყარებენ იქ წესრიგს, სამართლიან წესრიგს და თუ არის ვინმე კრიმინალი, ხო, და ის კრიმინალი დეფინიცია ძალიან მნიშვნელოვანია. კრიმინალად უნდა ჩაითვალოს ყველა, ვისაც აფხაზეთის მტრობა უნდა და აფხაზეთის მტრობა კი თავის მხრივ არის აფხაზეთის შეტევა რუსეთში ან მეტი რუსეთის დამკვიდრება აფხაზეთში, ანუ აფხაზი ხალხის მტრები ესენი არიან. აი მათ აშთობენ, რამდენი კაცის პრობლემაა? ამას დავარქმევდი ანტიტერორისტულ ოპერაციას, რამდენი კაცის პრობლემაა? 500, 700, 1000, დანარჩენი 79,000, ასე ვიტყვით, ალბათ გაჩერდება და გაჩუმდება და ასე შემდეგ. ასევე უნდა მოითხოვო აი ხელისუფლებისაგან, არა უკვე ახალი ადმინისტრაციისაგან, რომ მოხდეს განთავისუფლება გალის მოსახლეობის, აპარტეიდი დასრულდეს. აი დღეს გავცილდა ინფორმაცია, რომ კიდევ ერთხელ უკვე მე რამდენად რომ აღარ ასწავლიან ქართულ ენას იმ გალის რაიონის სოფლებში 20%-ია დღესაც კი გაალში და ზოგადად აფხაზეთში ქართულენოვანი მოსახლეობისა და ისინი ქართულადაც ვერ ლაპარაკობენ. ამიტომ ამგვარი უსამართლობები როცა აღმოიფრება და სამართლიანობაზე იქნება დაფუძნებული ეს ჩვენი ურთიერთობები, ხო, დაიჭება ქართველის, რომელიც არასწორად ექცევა აფხაზს, თუ მაინც და მაინც ეთნიკური კონფლიქტია, ეთნიკური შემადგენელია შემოხსაყვანი ამ იმაში და დაიჭება აფხაზის თუ კვლავ ვიმეორებ ეთნიკური შემადგენელი მაინც და მაინც ხაზგასასმელია, რომელიც არასწორად ეთყობა ქართველს, ხოლო როცა სისტემურ დანაშაულებაზე საუბრობთ, ხო, იქ რასაკვირველია სისტემურ დანაშაულებს ყავს კონკრეტული ავტორები, სეპარატისტები, რომლებიც რუსებთან ერთად ეფექტურ კონტროლს არ ხორციელებენ რაღაც დონეზე აფხაზეთს. ისინი უნდა მოიშტონ, ან შეიცვალონ ზნედა ნირი და ოღონდ დანაშაული თუ აქვს ჩადენილი, მათ უნდა აგვონ პასუხი ქართული ხალხის წინაშე,
საქართველოს სახელმწიფოს წინაშე, თუნდაც დანაშაული რაღაც 30 ან 35 წლის წინანდელი. ევროპული საქართველო, ურუსე თუ აფხაზეთი არის ჩვენი გამოსავალი საქართველო ევროპაში. არ მინდა ვთქვა, რომ შეგვეხვეწები არ მეთქი, მაგრამ რუსეთი თუ სუსტდება, ჩვენ მოდი ასე ვიტყვი, გვიოლდება, ოღონდ ადეკვატური უნდა ყავდეს ხელისუფლება. გვიოლდება აფხაზეთში დაბრუნება და აფხაზეთის დაბრუნება. ეს მნიშვნელოვანი პოინტია ჩემი მოსაზრებით და მნიშვნელოვანი ამბარი, რომ ემარკა. მაგრამ ეხლა ისევ ნიკა გვარამიაზე ორი სიტყვა, კარგია რომ ნიკა მათ შორის ნიკამ გახსნა ეს დისკუსია, ბევრი რამ უნდა დავუწუნოთ, ან რაღაც ზოგიერთი ასპექტი რომ დავუწუნოთ, ზოგიერთი ასპექტი უნდა მოვუწონოთ. ჩემი მოსაზრებით ასე მაგალითად პაშინიანის თაობაზე ზედმეტი რემარკები არ იყოს საჭირო. პაშინიანი მაინც დამარცხებული სომხეთის ლიდერია. მე თუ გითხავთ, გენიალური ლიდერია, მაგრამ აი ქართულ საზოგადოებას მაინც შეიძლება და პროპაგანდას მათ შორის სხვაგვარად მოეთარგმნა ეს, ან მეტი განმარტება იყოს საჭირო. ამავდროულად მე არც ამ თუ მაინც და მაინც საპირწონეთ ალიევზე უნდა ესაუბრა. არც ალიევზე გავაკეთებდი აქცენტს, იმიტომ რომ ალიევი მაინც მილიტარისტული გზით დამბრუნებელია. ჩვენ დასაკვირველია, მშვიდობიანად უნდა დავიბრუნოთ, მაგრამ მოვაშთოთ ეს ნარატივი თუ ნარატივი იმის თაობაზე, რომ აი ჩვენ ძმები და დები ვართ, რაღაც ძმები ვართ და ასე შემდეგ. მათ უნდა აწყობდეთ ჩვენთან ერთად თანაცხოვრება და მოაწყობთ კიდეც, მოუნდებათ კიდეც, შენ იყავი წარმატებული, შენ არ ახლა როგორ დამოუნდეს, როდესაც მურუსიძეს ხედავს, როდესაც მოძალადე მსოფლიო ჩემპიონი თუ ოლიმპიური ჩემპიონი კი არის მრავალგზის, რაგვარია ეს ტალახაძეს ხედავს, ტროტუარზე რო ადამიანებს იჭერენ, იმას ხედავს, წარმოგიდგენიათ იმათ რას უზავენ, ესე ხედავს, ესე უყურებს, მცდარია თუ არა მცდარია. ხო, ეს მოსაზრება ამისგან ესე უყურებს აფხაზი, სოხუმში მაცხოვრებელი, აი ახლა ვინც მიყურებს ის აფხაზი ამ პრობლემებს და თუ ქართველი ხალხის უფლებები არ არის უზრუნველყოფილი, აფხაზი ეთნიკური უმცირესობის უფლებები როგორ იქნება უზრუნველყოფილი, ასეს უყურებენ და შენ როდესაც აღარ გეყოლება აქ რუსეთის საოკუპაციო ზალა ბიზნე ივანიშვილის ხელისუფლების ჩათვლით კი არა თავკაცობით, ხო ბიზნე ივანიშვილის ხელისუფლების სახით, რომელიც რუსულ პოლიტიკას ატარებს და მომხიბვლელი სახელმწიფო იქნება, ბევრი დასავლური ინვესტიცია, ანაკლეის სპორტთან დაკავშირებით უცებ შესთავაზებ, რომ იცი რა ოჩამჩილის სპორტთან გავაერთიოთ, ოღონდ რუსები გავიდნენ, ეკონომიკური სარგებელი ნახეთ თქვენც, რასაკვირ და ბევრ პროექტს შესთავაზებ, ოღონდ ურუსეთოთ შესთავაზებ, ხო რუსეთის თანამონაწილეობის გარეშე, ხო? ვინ იცის და ისინი წამოვლენ კიდეც ბევრ ამბავს. აი ეს არის და ეს, მეტი არაფრის ხმა არ მინდოდა პრინციპში. ნახვამდის.